წლებში თქვენი მხარდაჭერა აუცილებლად. ახლა რაც შეეხება ერთ ინვესტიციასთან დაკავშირებით და ცოტა სპეკულაცია არის. ნებისმიერი გზით ინვესტიციის განხორციელებისათვის ჩვენ მთავრობა გადავაგებთ. გააკეთეს, მაგრამ იმ გზით არაო. ახლა მე მინდა ორიოდე სიტყვით გითხრათ. მე შეხება მქონდა მაკდონალდის ფირმასთან. ჩვენ საქართველოში არ გვაკეთებიებიან ობიექტები და მათ შორის საერთოდ. ჩვენ მაკდონალდის 6 ობიექტი გვაქვს გაკეთებული რუსეთში, პეტერბურგში, ვიბორგთან ახლოს და ეს პროექტებს რო ვაკეთებდით, ჩვენ ვაკეთებდით უზარმაზარ მასალას გარემოს დაცვით ღონისძიებასთან დაკავშირებით. ესენი არიან ძალიან პუნქტუალური ხალხი. მე ვამბობ, ნამდვილი მაკდონალდი ვინც არის. პირველ რიგში მე მაქვს წინადადება, მაქვს მათი მისამართები მივწეროთ. გამორიცხულია. მაკდონალდი იმდენად უფრთხილდება თავის პრესტიჟს, იმან რომ გაიგოს და დაუსაბუთოთ. რა ადგილზე და რა წინააღმდეგობა არის, გამორიცხულია. შეიძლება საქართველოს მათი ყველა წარმომადგენელი სერიოზული საყვედური შეხვდეს. არ შეიძლება ნებისმიერი გზით. მაკდონალდი არის ობიექტი, რომელიც მსოფლიოში იცით ცნობილია და მე ვამბობ, მე არ ვიცი საქართველოს წარმომადგენლობის სურვილები. შესაძლოა სურვილები ცნობილია, უკვე კარგი მაგალითი გვაქვს მეორე სადგურთან, შესაძლოა მეორე სადგურის პროექტირება პირველ რიგში ჩვენ გთხოვეს. ჩვენ კატეგორიულად უარი უთხარით, თქვენ არ გააკეთეთ, სხვა გააკეთეთ. გააკეთა სხვა. როგორ გააკეთეთ? ბატონებო, ვინაიდან ძნელია მოიცებნოს მაკდონალდის სისტემაში პროფესიონალი, სამწუხაროდ შეიძლება მერის სისტემაშიც პროფესიონალი. მე ერთი წუთი დარწმუნებულია, არ მეპარება ეჭვი, რომ მაგ ადგილზე ნებისმიერი სპეციალისტი შეურაცხყოფასაც არ მივაყენებს სიტყვას არქიტექტორი. რომ ჩამოვა უარს იტყვის, იქ ობიექტის დაპროექტება არ შეიძლება.